ავღანეთში დაღუპული ქართული სამხედროების ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუსამძიმრეს. ანდერს ფოგ რასმუსენმა თანაგზობა გამოხატა ქართული ხალხის მიმართ. უშინ ღამე მოვიდა ინფორმაცია სამწუხარო ავღანეთიდან პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დაცო ცეცხლაძის, კაპრალს გიორგი კოლხიტაშვილის, კაპრალ კალანდაძის, ლუგზარ კალანდაძის დაღუპვის თაობაზე. ავღანეთში ჩვენი ბიჭების თავგანწირვა. ეს არის თავგანწირვა ასევე იმ გლობალური საერთაშორისო ინტერესებისთვის, რომელიც აქვს ჩვენ პატარა ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის საერთაშორისო ბრძოლა, მაგრამ ასევე ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები, ეს არის ის ხალხი, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს, განვითარდეს და გაძლიერდეს. მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების სოვლის წინაშე, უსამძიმრებ მათ ოჯახებს და მინდა ვიამაყო, რომ ასეთი თავდადებული ხალხი ყავს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ არის ყოველთვის ყავს და ყოველთვის ეყოლება. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის გაგება, რომ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ ავღანეთში. ნება მიბოძეთ სამძიმარი გამოუცხოდო დაღუპულთა ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ამ მამაცმა ქართველმა ჯარისკაცებმა უდიდესი საფასური გაიღეს თავისუფლებისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ამ ადამიანებით, მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. Georgian soldiers